კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი Gym, აი ვიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. ტრადიციულად ხუთშაბათი დილა 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ შემოგვიერთა კახა გელაშვილი და ჩვენ შემოგთავაზებთ მომდევნო 25 წუთის განმავლობაში დილის საუბრებს სპორტზე. მე მგონი სპორტს დილა რო უყვარს და უხდება, ისე არ უხდება არაფერი, ჯანმრთელობასთან, ფორმაში ყოფნასთან ნიშნავს, სულმშურდა სპორტსმენების, რომელსაც შეეძლოთ დილით წამოხტომა, ვარჯიში, ვერასოდეს მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია მიწევს დილის ეთერში მუშაობა, დილა მაინც კომფორტული ვერ აღმოჩნდა ჩემთვის, მაგრამ ნუ რას იზავ, არის გამოწვევებით სავსე ცხოვრება და მას იღებ როგორც მოცემულობა, ხშირად იმისთვის რომ შედეგს მიაღწიო, ბევრი მუშაობა ჭირდება და მით უმეტეს სპორტსმენს რასაკვირველია. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, დათო მოგესალმები, მივესალმები სპენელს. ესე იგი, არაერთი სპორტსმენის შესახებ გვისაუბრია ჩვენ შეხვედრებში, მათ თავდადებაზე, გამორჩეულობაზე, განსაკუთრებულობაზე, ხარიზმაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირად ისე გამოდის ხოლმე, რომ კონკრეტული სახელი და გვარები შემდეგ მთელს ნაკრებს ან მთელს შეიძლება გუნდს ერქვას, ასე მაგალითად კვარას გუნდად მოიხსენიებთ Paris Saint-Germain-ს, რომელმაც გუშინ შეიძლება ითქვას, რომ გაანადგურა საკლუბო ჩემპიონატის ფინალში რეალი 4-0 მოუგო. კი ბატონო, ნახევარფინალში დაამარცხა რეალი. კი ბატონო. აბა მოგვიყევი ხა შენი ემოციები. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ნამდვილად გეთანხმები ასეა, თორე Paris Saint-Germain-ს მე არ ვიცი საქართველოში საერთოდ თუ ყავდა ისეთ თავგადაკლული გულშემატკივარი, როგორც თქვა ხავს იგივე რეალს, ბარსელონას, სხვა უცხოურ კლუბებს, იგივე ლივერპულს შემისაყვარელი გუნდია. მას შემდეგ გახდა Paris Saint-Germain-ი ჩვენთვის საინტერესო, რაც ბუნებრივია. ხუჭას ქართული ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გადავიდა და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ხვიჩამ დააბრუნა ქართველი გულშემატკივარი, ჯერ სტადიონზე ბათუმის დინამოში ჩამოვიდა. ფაქტობრივად სრული ანშლაგით მიდიოდა ხოლმე საქართველოს ჩემპიონატის მატჩები იმ პერიოდში, როდესაც ხვიჩა თამაშობდა, მის ანახავად დადიოდა ხალხი და ეხლაც ევროპულ ფეხბურთზე უკვე წარმოდგენა აქვს ბევრს ისეთ ადამიანს, რომელსაც საერთოდ ფეხბურთი ნანახი არ ჰქონდა ტელევიზორში. ეხლა უკვე Paris Saint-Germain-ის მანამდე იყო ნაპოლი, ეხლა PSG და ეს გუნდი. ასე რომ Paris Saint-Germain-მა მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა გუშინ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის რეალი გააქრო შეიძლება ითქვას მოედნიდან პირველი ტაიმი 3-0 და შემდეგ უკვე უბრალოდ აღარ აკადრა მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს PSG-მ რომ კიდევ უფრო მხოლოდ 1 გოლი გაუტანა და 4-0 აკმარა აი ეს ასეთი მარცხი, ბევრი ახსნა შეიძლება ქონდეს. Paris Saint-Germain-ი გასულია ფორმის პიკზე, ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ყავს ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები. ლუის ენრიკეს ასევე ძალიან კარგი შემადგენლობა ყავს, რა თქმა უნდა, რეალსაც, თუმცა ახალი მთავარი მწვრთნელია, როგორც ვიცით, კარლო ანჩელოტი წავიდა რეალიდან. მოვიდა სპეციალისტი რეალის ყოფილი ფეხბურთელი ჩაბი ალონსო, რომელზეც ძალიან დიდი მედებს ამყარებენ. ახალი ეპოქა იწყება რეალში, ჩაბი ალონსოს ეპოქა უწერდნენ და პირველი მატჩებია ეხლა ეს პირველი ტურნირია რეალისტვის ჩაბი ალონსოს თავოსნობით და ბუნებრივია მიმართავს იქ გარკვეულ ცვლილებებს, მისებურ ხედვას, მისებური ტაქტიკა აქვს და ჯერჯერობით რეალი შეიძლება ითქვას შორს არის არათუ ოპტიმალური ფორმისგან, საერთოდ მაღალი დონის გუნდების წინააღმდეგ საბრძოლველადაც. კიდევ ერთხელ აღნიშნავ Paris Saint-Germain-ს რომ მოენდომებინა, საჭირო რომ ყოფილიყო დიდი ანგარიშით, კიდევ უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვება, მე დარწმუნებული ვარ რომ გუშინ PSG უფრო დიდი მსხვერპლითაც მოიგებდა. რაც შეეხება ხვიჩას ვთქვათ გულახდილად არ იყო ეს გუშინდელი მატჩი ხვიჩასთვის საუკეთესო, თუმცა ის პარიზელთა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია, ლიდერია ერთ-ერთი გუნდისა. ქონდა ხვიჩას ძალიან ესეთ კარგი მომენტები, საგოლე დარტყმაც შეასრულა, თუმცა საგოლე პასი არ გაუკეთებია, გოლი არ გაუტანია, ეს რა თქმა უნდა პასივში არ არის ძალიან დიდ ფეხბურთელებსაც შეიძლება ქონდეთ მატჩი, სადაც თქვა გარკვეული ესეთი ქმედება, საგოლე ქმედება არ ჩაიწერონ აქტივში, მაგრამ ის 59 წუთზე შეცვალა ლუის ენრიკემ ხვიჩა. ჩვენ არ ვიცით, შეიძლება იყო რაღაც ესეთი ნიუანსი, რაც უცნობია თქვა იქ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ან რაღაც ძალიან ადრე გაიყვანა. მიუხედავად ამისა, ეს შეიძლება ტაქტიკური ჩანაფიქრიც იყო.
ლუის ენრიკეს მხრიდან ფინალია სათამაშოდ 13-ში ლონდონის ჩელსისთან თქმა იმისა რომ ჩელსი უფრო ღირსეული და ძლიერი მეტოქია ვიდრე რეალი არ იქნება სწორი, თუმცა ფინალი ერთი მატჩია ჩელსიმ ერთი ამოსუნთქვით გაიარა გზა ფინალამდე და ასე რომ სავარაუდოდ კარგი თამაში გველის, კარგი თამაში იქნება 13-ში MetLife Stadium-ზე გაიმართება ის რუთერფორდში, ეს სადაც გუშინ გაიმართა ეს PSG რეალის მატჩი, ეს ახალ სტადიონი, სადაც მომავალ წელს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალი გაიმართება და ეს არის ერთგვარი მოთელვა ამ სტადიონის ხელმძღვანელობისთვის, რომ აქ გაიმართოს ჯერ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალი, შემდეგ კი უკვე ეროვნულ ნაკრებთან მონაწილეობით დიდი ფინალი. ასე რომ ვულოცავთ ხვიჩას კიდევ ერთი დიდი ტურნირის ფინალში გასვლას პარის სენ-ჟერმენთან ერთად და იმედია PSG კიდევ ერთ ტიტულს მოიგებს ამ სეზონში. ესე იგი, იმდენად ვართ მიჩვეული, რომ კონკრეტული სპორტსმენისგან და მით უფრო როცა ვსაუბრობთ ხვიჩაზე, ყოველი მატჩი უნდა იყოს შოუ და გმირი უნდა იყოს, რომ რაღაცნაირად ვერც პატიობს შეიძლება ჩვეულებრივად. ხო, ჩვეულებრივად, კარგი მატჩი ქონდა, კარგი შეფასებაც მიიღო. ხო, უშინდელი დღე არ იყო მისი დღე. ხო, მაგრამ აი ეს რომ ველოდებით რომ რაღაც ფეერიული თამაში რაღაც ის ყოველთვის ვერ გამოდის. რეალის გულშემატკივრები როგორ ბრძნობენ? მართალია წაგებულზე არაჯელტმენურია საუბარი. საერთოდ როგორ არის ეს? მე მყავს რამდენიმე ძალიან ახლობელი. ჩუმდებიან თუ მაინც საუბრობენ. ანუ აროცა ეს რა ტურნირიაო ეს უბრალოდ. არაფერი. აიო რომ დაიწყებო ჩემპიონატი და ლიგა, მერე ეს ჩვეულებრივი ტურნირი არაფერი, ხა ისეთი დიდი მნიშვნელობა. ნებისმიერ და ბარსელონასთან წავაგეს, ეგ არაფერია. შარშანს ეს ეწავაგეთო, მაგრამ გავხდით ჩემპიონებიო და. ეხლა ნუ რეალს ყველაზე დიდი ასე ვთქვათ, გულშემატკივრო წრე ყავს საქართველოში. მე როგორც ვიცი, ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი რეალი ვაღიაროთ, რომ არის პლანეტის საუკეთესო გუნდი ტიტულების რაოდენობის მხრივ, ტრადიციების მხრივ და საერთოდ დიდი გუნდია, ორი აზრი არ არსებობს ამაზე, რა თქმა უნდა. აი, მაშინ მოდი დიდად საჩვენს შევიმჩნიოთ ეს ამბავი, პატივი ვცეთ რაღაცნაირად და გადავიდეთ კიდევ ერთ თემაზე. დღეს ევროტურნირებზე ორი ქართული კლუბი ჩაებმება, აი ჩვენ დილით დავიწყეთ, დილასზე საუბრით დავიწყეთ და გორის დილა და ქუთაისის ტორპედო. აი გითხარი ეს ევროტურნირები რას ნიშნავს, რა შესაძლებლობები აქვს თითოეულ ამ გუნდს, გორის დილას და ქუთაისის ტორპედოს. ჩვენ გუშინაც, როდესაც ვემზადებოდით დღეს ჩვენს მსმენელთან და მაყურებელთან შესახვედრად ვისაუბრეთ, რომ ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ არის რაღაცნაირად წყარო სპორტის რეგიონი, სოფელი, ძალიან ბევრი სახელოვანი, ტიტულოვანი სპორტსმენი სწორედ იქედან ჩამოდის და შენს ქვეყანას ემსახურება და შემდეგ ცდილობს, რომ ამ ქვეყნის პრესტიჟი, მისი სახელი და დიდება გაიტანოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში გორის დილაზე და ქუთაისის ტორპედოზე მომავალი ვარსკვლავები შეიძლება ვილაპარაკოთ ჩანდნენ ამ. შეიძლება რა თქმა უნდა, თუ აბსოლუტურად გეთანხმები, რეგიონებიდან ჩამოსული სპორტსმენები უფრო მეტი ტიტული აქვთ მათ მოპოვებული ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე ვთქვათ დიდი ქალაქების შვილებს. რეგიონებიდან არიან ყველაზე მეტი აი, რით აიხსნება ეს უფრო მიზან დასახულები არიან, უფრო მიზან სწრაფულები არიან. თუ აი რა ახსნა შეიძლება კონდეს ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, საერთოდ ენთუზიაზმი განაპირობებს мотиваციებს, ხო? არიან ბიჭები, გოგონებიც, რომლებსაც არ აქვთ ელემენტარული პირობები. იყო ასე ვთქვათ, იგივე 90-იან წლებში მე მახსენდება ერთხელ ჩვენს ლეგენდარულ ძალოსანს კახიაშვილს სრულიად შემთხვევით შევხვდი, ვარჯიშიდან მოდიოდა და პირობებზე ვკითხე და არა შხაპი, არა გათბობა, ეხა ოსინათლეც არ იყო დარბაზშიო და მიდიოდა გლანში ცხოვრობდა მაშინ. და გახდა ეს ბიჭი ოლიმპიური ჩემპიონი ბარსელონაში, საქართველოს სახელით, შემდეგ საბერძნეთის სახელით გახდა კიდევ ოლიმპიური ჩემპიონი. ანუ მას ჰქონდა მიზანი, ჰქონდა ენთუზიაზმი, ბევრმა შეიძლება თქვას, რომ გასაგებია, მაგრამ შიშველი ენთუზიაზმით, რაიმე შეიძლება შიშველი ენთუზიაზმით, რა თქმა უნდა, იქ თუ ნორმალური სახელმწიფო და ნორმალური ადამიანები არიან ირგვლივ, მას შეაშველებენ ხელს და რაღაც მიზნის მიღწევაში დაეხმარებიან.
იგივე თქვათ ფეხბურთელები, კალათბურთელები 90-იანი წლები გვაქვს ჩვენ გამოვლილი. ახალგაზრდები, რომლებსაც ფაქტობრივად არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდათ წინ იმ დღის გადმოსახედით, თუმცა მათ როგორც იტყვიან, ფარხმალი არ დაუყრიათ და გააგრძელეს ბრძოლა. რაც შეეხება ქუთაისის ტორპედოს და გორის დილას, თავისუფლად შეიძლება და ჯერა და მინდა ასეც იყოს, რომ ახალი ვარსკვლავები დაიბადებიან სწორედ. ეხლა ცოტა სხვა პერიოდია, სხვა ფეხბურთია, ძალიან ბევრი ლეგიონერია, ძალიან ბევრი უცხოელი თამაშობს მარტო ქართულ კლუბებში არა. სხვანაირად ფონს გასვლა უკვე აღარ შეიძლება. ის სხვა დრო იყო, როდესაც ის ლეგენდარული თბილისის დინამო გყავდა, სადაც სხვადასხვის ნახევარზე მეტი ძირითადი შემადგენლობისა ქუთაისელები იყვნენ, გაბელია, კოსტავა, სულაქველიძე, შენგელია, სვანაძე ქუთაისიდან იყვნენ და იგივე ვიტალი დარასელია აფხაზეთიდან იყო და ანუ თბილისის დინამო ეს ჩვენი საოცნებო გუნდი, რამაც თქვა ფეხბურთის გულშემატკივარი უფრო ამაყი და მომთხოვნი გახადა, რომ აი ასეთი ისტორია ჰქონდა და სურს რომ თუმცა მაშინ სხვა რეალობა იყო, როგორც ის ჯაკეტილი სივრცე, ასეთი სკინის ფარდა, საბჭოთა წყობა. ცნობილი ფაქტია, რომ იგივე ვლადიმერ გუცაევს რეალი ეპატიჟებოდა, თვითონ ბატონ ვოვას აქვს მოყოლილი, რომ სპეციალური შემოიტანეს ბლანკი, სადაც ეწერა ბეჭედი დასმული, ხელმოწერილი და კონტრაქტი და თანხა ანაზღაურება შენი თვითონ ჩაწერე, რამდენი მილიონი წინდაო. ხო და ასე დროს ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ხო, მაგრამ ვინ გაუშვებდა და არაო ვერც ამოვალ და რა მიზეზი და ისო ოლგა მყავს, მანქანა დემოს ვერ დავტოვებ რა, ოლგა მანქანის ნებისმიერ მოდელს ხელი და ასე შექნება, რა უნდა ძნელად მისაღები იყო, მისახვედრი იყო თუ რატო. იგივე დავით ყიფიანს უამრავი გრანდი ეპატიჟებოდა. აი თქვათ რომ ყოფილიყო ღია სივრცე და გასულიყვნენ ეს დინამოს ლეგენდები. იქნებოდა ფაქტობრივად დღევანდელი სიტუაცია. ხო, ხა ხვიჩა, თქვათ იქ მამარდაშვილი უცხოეთში თამაშობ, ხა წარმოვიდგინე ამათმა რო ითამაშონ ვთქვათ ერთ გუნდში საქართველოში და ეს გუნდი, ჩვენი ქართული გუნდი თამაშობდეს ვთქვათ სიტყვაზე, ნუ ერთ სისტემაში, ერთი ვთქვათ მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და გვეყოლებოდა ეს ერთი გუნდი საგულშემატკივროდ. ეხლა ნაკრები ყავს, რომელიც უფრო ფართო ასპარეზია გასული. ანუ ის ეპოქა სხვა იყო და ის ვარსკვლავები, რომლებიც მოდიოდნენ, ბევრი ოცნებობდა, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრებში ეთამაშებდით, რომ სხვა გზა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი არ არსებობდა. ვერ წარმოიდგენდა მაშინ უბრალოდ გულშემატკივარი, რომ აი თქვათ იტალია რო გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ხო შეიძლება საქართველოს გახდეს მსოფლიო. მაგის წარმოდგენაც კი ის იყო, რა ქვია, სასწაული, რაღაც ხო, ასე იყო საბჭოთა კავშირი. ხო, რაც შეეხება მთავარ შეკითხვას, შენ შეკითხვას, რა თქმა უნდა, მათ უფრო მეტი აქვთ мотивация, რომ მიაღწიონ ცხოვრებაში წარმატებას, ვიდრე თქვათ, ისე თქვათ, ასეთ ენოთა კარაქიანი პურის და ესეთ უდარდელ ცხოვრებაში გაზრდილ ახალგაზრდას, რომელსაც ისედაც ყველაფერი აქვს. აი, როდესაც უფრო უყურეს რატომ არიან თქვათ იგივე ბევრი ფეხბურთელები, ბრაზილიელები უაღრესად გაჭირვებული ოჯახებიდან აღწევენ წარმატებას მათ. ხო, თითქმის ყველას ისტორია რაღაცნაირად კონკიას ისტორიას გავს, საკმაოდ ხელმოჭრილი ცხოვრება და შემდეგ აღმოჩნდნენ, ასე ვთქვათ, ზენიტში ფუფუნას. და ძალიან ბევრს აქვს აი ეს ადამიანური თვისებები და ზუსტად მაგას ვამბობ, ხო, არა, და მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ, ამგვარი ნახტომი აღმოჩნდა, ამგვარ ნახტომზე აღმოჩნდნენ ხო რაღაცნაირად მათ არ შეიცვალეს დამოკიდებულება და ეს ცხოვრებისეული ფილოსოფია დატოვეს უცვლელად რა. ქველმოქმედები არიან, ცდილობენ რომ სხვებს დაეხმარონ და რაღაცნაირად მხოლოდ იმისთვის რომ მატერიალური კეთილდღეობა ქონდეთ, ამისთვის არ არიან, არ ცხოვრობენ და ეს მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ სპორტსმენისთვის, არამედ რა თქმა უნდა, ადამიანური მომენტები. ადამიანისთვის. დღეს ქუთაისის ტორპედო ყაზახურ ორდაბასში შეხვდება. სხვათა შორის ეს გუნდები ფეხბურთის გულშემატკივრებს ახსოვთ. 6 წლის წინ 2019 წელს ევროპა ლიგაზე შეხვდნენ ასევე საკვალიფიკაციო ეტაპზე. ვუთხრათ მსმენელს, ვინც არის, რომ ეს არის კვალიფიკაცია, ანუ 3 საკვალიფიკაციო ეტაპი უნდა გადაილახოს პლეი-ოფის შემდეგ და აი ამ ყველაფრის წარმატებით დაძლევის შემდეგ გუნდი ხდება ძირითად ეტაპზე, ტურნირის ძირითად ეტაპზე. ანუ ჯერ ეს კვალიფიკაცია გასავლელი და ორდაბასიმ შეეწოდება ყაზახურმა გუნდმა
2019 წელს დაამარცხა ქუთაისის ტორპედო, ჯერ ქუთაისში 2-0, შემდეგ შემოუგო 1-0, ორი მატჩი შემოსავალი, ასე რომ ქუთაის ტორპედოს რევანში აქვს ასახები და სხვადასხვა ღევანდელ მატჩში ფავორიტად ქართული კლუბი მიიჩნევა, 20 საათზე დაიწყება ქუთაისში რამაშენგელიას სახელობის სტადიონზე ეს მატჩი და ფაქტობრივად იმავე დროს 20 საათსა და 30 წუთზე გორის დილა ლუქსემბურგში ჩაატარებს ადგილობრივ რასინგთან, ასევე იმავე პირველი ეტაპის პირველი რაუნდის შეხვედრას საკვალიფიკაციო ეტაპზე და აქაც ქართული კლუბი მიიჩნევა საბუკმეიკერო ევროპული კანტორების მიერ ფავორიტად, ასე რომ თქმა უნდა წარმატებები და იმედია გორის დილა და ქუთაისის ტორპედო ცოტა გამოგვიკეთებენ ხასიათს თბილისის იბერიას გუშინ წინ განცდილი თბილისური მარცხის შემდეგ, თუმცა დღესდღეობით სამწუხაროდ ასია შვედეთის ჩემპიონი კლასით იგივე შემადგენლობით ფეხბურთელების სიძლიერით ჩვენზე მაღლა დგას შვედეთის ჩემპიონატი გასილებით მაღლა ვიდრე საქართველოს ჩემპიონატი და არის სურვილი ერთია, თუმცა რეალობა სხვა არის მალმე მოგიგო. თუმცა კი მომდევნო სამშაბათს გასულითი მატჩია საფასურო შეხვედრა და იმედი დავიდოვოთ რომ ჩვენი ჩემპიონი ღირსეულად ეთამაშებს. თუ თქვათ ვერ მოახერხა მალმეოს გავლა, ჩამოქვეითდება რანგით მესამე იგივე კონფერენს ლიგაზე იბერია და მეორე ეტაპიდან დაიწყებს გამოსვლას, იქ ტალინური ლევადია და რიგის RPS-ი საფეხბურთო სკოლის გუნდი ხვდებიან ერთმანეთს და ამ წუთში დამარცხებული შეხვდება უკვე სავარაუდოდ ჩვენი იბერია მალმეოს კლუბში დამარცხებულს. გამარჯვებულები უკვე ჩემპიონთა ლიგაზე შეხვდებიან ერთმანეთს და კიდევ ერთი ქართული კლუბია დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს სასიმფლობელი თბილისის სპაერი, რომელიც ასევე კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, ოღონდ ისიც მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, მეორე წლიდან ჩაერთვება. კი ბატონო, რაგბიზე გავაგრძელოთ საუბარი, რაგბის 20 ლამდელთა ნაკრებმა იტალიაში მასპინძლებთან ფრედ დაასრულეს 19-19, ხო თუ არ ვწდები? კი, 19-19 დასრულდა, ანუ არ ვიცი, ეს იყო რაღაც საოცარი მატჩი, საქართველოს 20 ლამდელთა ნაკრებს ჭირდებოდა იტალიასთან მოგება, ბონუს ქულით უნდა მოგვეგო, რათა ჯგუფში მეორე ადგილზე გავსულიყავი. თუმცა სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა, მატჩის დებიუტშივე გაგვიძევეს ერთ-ერთი ლიდერი გუნდის კაპიტანი ანდრო დვალი, წითელი ბარათი უჩვენოს და ფაქტობრივად 14 კაცნაკრულები, 14 კაცით მთელი თამაში მოუწია ქართველ 20 ლამდელებს იტალიასთან თამაში და ბოლო წუთებისთვის 19-12-ს ვიგებდით. მაგრამ ეს მესამე ლელო იყო, კიდევ ერთი ლელო იყო საჭირო იმისთვის, რომ პრემიალური ქულა აგვეღო და გავსულიყავით მეორე ადგილზე, ამიტომ გარისგან გუნდმა წავიდა წინ და იტალიამ ერთ-ერთ ეპიზოდში წაგვართვა ბურთი და თავად აგვიდო ლელო, შემდეგ გარდასახვა ზუსტად შეასრულა, მიითვალეს პლუს 7 ქულა და 19-19. მეხუთე მერვე ადგილებისთვის ახლა ჩვენი ნაკრები იბრძოლებს, მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება, მეორე ნახევარფინალში ირლანდია და შოტლანდია დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და შესაბამისად ეს წყვილები გაარკვევენ ურთიერთობას. ასე რომ ღირსეული თამაში იტალიასთან, მასპინძელთან იტალიაში მიმდინარეობს 20 ლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი. თავისუფლად შეიძლებოდა მომხდარიყო სენსაცია და ჩვენს ნაკრებს მეორე ადგილი დაეკავებინა ჯგუფში, ჯგუფი კი ახალი ზელანდიის ნაკრებმა მოიგო, მეორეზე ირლანდია გავიდა. ისეთი სახით და ძალიან განვიცადეთ. ან PSG რეალის პარალელურად მიდიოდა და ორივეს უყურებდი, ორივე თამაშს და უფრო მეტი სიმართლე ვთქვა, უფრო მეტი ყურადღება რაგბის ამ მატჩზე მქონდა. მით უმეტეს ბოლოსკენ რაღაც არანახულად დრამატულად განვითარდა. 19-12-ს უგებთ იტალიას კაცნაკრულები, გვინდა ერთი ლელო და მეორე ადგილი ექნებოდა მსოფლიო ჩემპიონატზე უდიდესი მიღწევა. მე გავიდოდით უკვე საჩემპიონო მარათონში გავაგზავნეთ ბრძოლას და ასეთი ეხლა ეს კი ბატონო, კარგ ამბავზე გადავიდეთ. მოდი, საქართველოს 16 წლამდელთა წყალბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის momdevno ეტაპზე იასპარეზებს. ესე იგი, ეს ჩვენი პატარა ბიჭები 16 წლამდელი. 16 წლამდელი წყალბურთის ნაკრები, როგორც აღმოჩნდა, შვენიერ ფორმაში არიან და მოდი მათცეც გითხარი და შემდეგ უკვე როგორც ამბობენ, ინტელექტუალური სპორტით
ჭადრაკით დავასრულოთ. 16 წლამდე ნაკრები, საერთოდ ზოგადად წყალბურთია რო იყოთ, აი რა შესაძლებლობებია, რა ინფრასტრუქტურა, რა ბაზები, ხო, ძალიან მწირია ამ ხრივ. ჩვენ იმისთვის რომ თქვა ყოლდეს ნაკრები, რომელიც შეძლებს ინტენსიურ ვარჯიშებს, შემდეგ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას და თუნდაც აი ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატებისთვის სრულფასოვნად მომზადებას და იქ კიდე წარმატებით გამოსვლას. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში დაიკავა მეორე ადგილი. ნიდერლანდები მიიჩნევა ერთ-ერთ ფავორიტად ტურნირისა, გუშინ სწორედ მათთან დამარცხდა ჩვენი ნაკრები 18-16, თუმცა ეს უკვე ასე ვთქვათ სატურნირო ცხრილის მდგომარეობის მხრივ ბევრს არაფერს წყვეტდა, ეს იყო მატჩი პირველი ადგილისთვის, პირველი მეორე ადგილოსანი აგრძელებს ბრძოლას საჩემპიონო მიზნებისთვის. პირველ ტურში ჩვენმა ნაკრებმა მალტას ძლია 11-8, შემდეგ მოლდოვას 17-11 და ბოლოს გუშინ ეს მარცხი, ასე თუ ის საქართველოს ნაკრები აგრძელებს ბრძოლას. ჩვენი მეტოქე დღეს უნგრეთის ნაკრები იქნება, უნგრეთმა აჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, უნგრეთს უდიდესი ტრადიცია აქვს წყალბურთში, როგორც ვიცით, თუმცა საქართველოს აი ეს ნაკრები, 16 წლამდე ნაკრები არაფრით ჩამოუვარდება იგივე უნგრეთს და არ არის გამორიცხული, რომ ჩვენმა ნაკრებმა წარმატებას მიაღწიოს და გააგრძელოს ბრძოლა უკვე მომდევნო ეტაპზე. რაც შეეხება ნიდერლანდებს, რომელიც ჩვენ ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, ნიდერლანდები თურქეთის ნაკრებს შეხვდება. ასე რომ წარმატებები ჩვენს წყალბურთელებს და იმედია ხვალ უფრო კი ბატონო, ხვალ ისევ შევხვდებით, კი ბატონო. და ბოლოს ბათუმში მიმდინარეობს ფიდეს მსოფლიო თასის გათამაშება მოჭადრაკე ქალთა შორის. ან ქალ მოჭადრაკეთა შორის, რა ვიცი, ორივე ვარიანტი. ხო, ორივეს ხო არის. როცა საუბრობ ჭადრაკზე, გარდა იმისა, რომ ხა ვიცით, რომ ინტელექტუალურ სპორტად მიიჩნევა, ჩვენ მთელი ისტორია გვაქვს ქალების მიერ დაწერილი ჭადრაკში, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი, მაია ჩიბურდანიძე, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი, ნინო გურიელი, რა ვიცი, ესია შეიძლება გაგრძელდეს და ახლა ჩვენი ახალგაზრდა მოჭადრაკეები, რომლებიც ემზადებიან მოკლედ თასის გათამაშებისთვის. გითხარი რა შესაძლებლობებია, გრძელდება ეს ისტორია, კვლავ დიდებულად თუ თქვათ გარკვეული ის ისტორია რაც ნონა გაფრინდაშვილმა და მაია ჩიბურდანიძემ შექმნა და რა დაწერეს ისტორია ძნელად გასაგრძელებელია. სამწუხაროდ ის 30 წელი, 35 წელი ქართველი იყო ჩემპიონი, მუდმივად მსოფლიო ჩემპიონი. ნონამ და მაიამ ლამის ვერავაკის ჩემპიონატად აქციეს მსოფლიო ჩემპიონატი ქართველი იყო და არც იყო ძალიან ხშირ რამდენჯერმე იყო ქართული ფინალი ხო იგივე ნანა ალექსანდრიასთან მოკლედ და ბათუმის ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი ტრადიციული საჭადრაკო მსოფლიოს მასშტაბის საჭადრაკო ქალაქი ბათუმში არაერთი სერიოზული უმაღლესი დონის ტურნირი იმართება ოლიმპიადას გაიმართა როგორც ბავშვთა საჭადრაკო ოლიმპიადა და ეხლა როგორც შენ აღნიშნე მიმდინარეობს ფიდეს მსოფლიო თასის გათამაშება გუშინ მეორე რაუნდი დაიწყო 7 ქართველი მოჭადრაკე ასპარეზობს ლელა ჯავახიშვილმა ერთადერთმა გუშინ ითამაშა თეთრი ფერის ფიგურებით აზერბაიჯანელ ურვია ფატალიევას 32 სვლაზე აიძულა დანებება ორი მოგება საჭირო რომ მონაწილე გადავიდეს მომდევნო მესამე ეტაპზე დღეს საფასუხო შეხვედრები გაიმართება მეორე წრის მატჩები რაც შეეხება დანარჩენ ქართველებს შავი ფერით ფიგურებით ითამაშა ყველამ ჯავახიშვილის გარდა ნანა ძაგნიძემ საკმაოდ მარათონულ პარტიაში 73 სვლაზე დაამარცხა მეტოქე რუსი მოჭადრაკე დარია ჩაროჩკინა ნინო ბაციაშვილმა, მერი არაბიძემ და ბელამ ხოტენაშვილმა ასევე იმარჯვეს საბამისად ელნას კალიახმედს, ყაზახ მოჭადრაკეს მომოგო ნინომ, მარსელ აფროიმსკა იყო ისრაელის წარმომადგენელი მერი არაბიძის მეტოქე, ხოლო ბელა ხოტენაშვილმა ბულგარელ ნურგილ სალიმოვას, უпроსტად ამ ჩვენმა სამივე მოჭადრაკემ ყაიმი დაასრულა შეხვედრა. და ყველა ტიტულოვანი მეტოქე ჩვენს ქართული გუნდიდან ანასტასია კირთაძეს ყავდა, ეს იყო 2017-2018 წლების მსოფლიო ჩემპიონი, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის და ჩემპიონატის გამარჯვებული. გამოცდილი 34 წლის თანჯუნი ჩინელი მოჭადრაკე
რომელიც მსოფლიოს ქალთა რეიტინგში ამჟამად მერვე ადგილზე, ანუ ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ. და ასე თქო, სწორედ მისი მეტოქე იყო, კითაძის მეტოქე იყო. და ანა მათნაძე ბუჯიაშვილი დაამარცხა როგორც ცნობილი ესპანეთის სახელით პირველ რაუნდში კითაძემ, მაგრამ ჩინელთან გუშინდელ პარტიაში სამწუხაროდ ვერაფერს გახდა, დამარცხდა. და კიდევ ერთი ქართველი კესარია მგელაძე, რომელიც მეტოქეც ინდოელი, დეშმუხდივია გახლდათ, ასევე დამარცხდა კესარია. დღეს მეორე რაუნდის საპასუხო შეხვედრები იმართება, ასე რომ ამ ჩვენს ქართველ მოჭადრაკეებს, რომლებმაც პირველ წრეში წააგეს, ეძლევა ჩანსი, რომ გათანაბრდეს. თუ ორი პარტიის ჯამში ყაიმი დაფიქსირდა, ანუ ერთ-ერთი დაფიქსირდა, მაშინ დაინიშნება დამატებითი ტაიბრეიკი და სწორედ ის გამოავდეს მესამე. კი ბატონო, იმედი დავიტოვოთ, რომ ისტორია განმეორდება, ის შვიდეული, რომელიც ჩამოთვალე ახლანდელ შვიდეულს მისცემს ესე ვთქვათ შთაგონებას, კიდევ უფრო მიზანმიმართულებით, მიზანსწრაფულები აღმოჩნდნენ და რაღაცნაირად ცოტა რთული კი არის, გინდა არ გინდა მაინც ჩრდილ ქვეშ ხარ, უკვე ტიტულოვანი სახელი და გვარების და პიროვნებების, მაგრამ იმედი დავიტოვოთ, რომ ეს მათ ზურგის ხარს მისცემს და დაეხმარება იმაში, რომ წინ წავიდნენ, განვითარდნენ, ასახელონ საკუთარი თავი, ქვეყანა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი რაღაცა შეხვედრებიც მუდმივად ამ პათოსით არის ხოლმე, რომ მივცეთ, ასე ვთქვათ, სტიმული, ემოცია, განწყობა საუკეთესო აქ რადიო იმედი საეთერო სტუდიიდან, რომელიც გადაედება თელს ჩვენს ქვეყანას, ასეთი იმედი მაქვს ყოველ შემთხვევისთვის. მადლობა კახა შენ ჩვენს მსმენელს დაუბრუნდებით 11 საათიანი, 2 საათიანი და 5 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ ჩვენ კი ერთმანეთს ამ ფორმატში შევხვდებით ხვალ დილით დროებით.